მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე მაგიური სამყარო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ ეზარება ჩემი გვერდის გამოწერა და ჩემი ერთადერთი თხოვნა იქნება თქვენდამი. ჩემი სტორები იქნება ეს, ვიდეოები იქნება თუ რაც იქნება. მხოლოდ ამას ვითხოვ თქვენგან, გთხოვთ, რა თქმა უნდა, არაფერს არ ვითხოვ, რომ დაალაიქოთ მეგობრებო, გააზიაროთ და გამოიწეროთ, ანუ ლაიქზე ხელის დაჭერას არ უნდა არც თანხა, არც ძალა, არც ფინანსები, არაფერი მოგეხსენებათ, ამიტომ ბევრმა ადამიანმა რომ ნახოს თქვენსავით ეს ვიდეო, ბევრი მეუბნება რომ მადლობა იმ, როდესაც უკმაყოფილი კლიენტი არის ჩემთან, მეუბნება რომ მადლობა იმ დღეს, რომ მე თქვენი ვიდეო ამომივარდა და მე თქვენი სტორი ამომივარდა. და როგორც თქვენ ხართ ჩემი კმაყოფილი, ისე რომ იყოს სხვა ადამიანი კმაყოფილი და სხვა ადამიანს დაეხმაროთ, ამისათვის საჭიროა რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს ჩემი ვიდეოები, გთხოვთ გააზიარეთ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი subscribe-ზე ხელის დაჭერა. ძალიან გთხოვთ არ დაგავიწყეთ, ამით თქვენ არაფერს არ კარგავთ. სამაგიეროდ ეს იქნება თქვენი უკავშირი იმისათვის, რასაც მე თქვენთვის უფასოდ ვაკეთებ. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან რიცხავს თანხას ვიდეოების ყურების საფასურად და თქვენ გიხდებათ რიტუალები. იცით რომ ჩემი YouTube რიტუალებიც ისეთი ძლიერია, არა მარტო რომ მაინც უხდება ადამიანებს, თუმცა როდესაც ადამიანს ძალიან მძიმე ჯადო აქვს, რა თქმა უნდა, მასზე ვერ იმოქმედებს ბოლომდე. დღეს მე მინდა მოკლედ ვისაუბრო და ინფორმაციის კურსში ჩაგეყენოთ. რა მინიშნებები აქვს ადამიანს ცხოვრებაში, როდესაც აქვს ჯადო. ჩემი ძაღლის, ასე ვთქვათ, ხრინვამ თუ გაიგეთ, ესე იგი იცოდეთ რომ ეს ადამიანი არ არის და ეს ხრინავს ჩემი ძაღლი. რადგან ჩემ ძაღლზე ძაღლი დავინახე, ხა ჯვარის წერია, მე ჩემ ძაღლსაც ვუკეთებ წმენდის რიტუალებს. იცით რომ ყველაზე მეტად ოჯახზე თუ არის ჯადო, პირველი ჯადოს იღებენ ძაღლი და კატა. მე მქონია ხშირად ესეთი შემთხვევები კლიენტებთან, რომ ძაღლს დაემართა 1000 დაავადება, კიბო, სიმსივნე გაუჩნდა და დაიღუპა. ასევე ძაღლი ხდება უხასიათო და ხშირ შემთხვევაში აგრესიული. უყურეთ, ხშირად არის ხოლმე რომ აი ძალიან კარგი ჯიშის ძაღლები, მაგალითად რომელმაც საერთოდ აი პატარა, ეს იქნება პუდელის ტიპის თუ უფრო კიდე პატარა ჯიშის ძაღლები, რომლებმაც საერთოდ არ უნდა წესით, ესენი წყნარი ჯიშია და საერთოდ არ უნდა დაკბინონ. ან თუნდაც დიდი ჯიში, ხო, დიდი ჯიში უფრო ჭკვიანები არიან, თქმა უნდა. წესით რომლებმაც საერთოდ არ უნდა დაკბინონ ადამიანები, უცებ აი მოსიყვარულე ცხოველები ხდებიან აგრესიულები. ზოგს ავადმყოფობა, უზომოდ ემართება, უაზროდ ვერ იგებენ რატო, აგრესიულები ხდებიან, პატრონს ჭამენ, პატრონს კბენენ, ბავშვებს, აი ჩვეულებრივი ძაღლი იქცევა აგრესორად. ეს ნიშნავს, რომ პირველი თქვენმა ძაღლმა იგრძნო ჯადო და მასზე იმოქმედა ყველაფერი. ანუ ყველაზე მეტად ზიანდება ცხოველი, იმიტომ რომ ცხოველი ის იწვევს სწრაფ სიკვდილს. ასევე როდესაც არის ხოლმე მაგალითად იძახიან რომ აი ცხოველი გაექცა და ბორბლებ ქვეშ შეუვარდა მანქანას. იცით როგორ არის, აი ცოტა ისეთი თემა, ანუ ძაღლი მიუხედავად იმისა რომ ფრთხის, კი ბატონო, შეიძლება მოხდეს ესეთი რაღაცა, მაგრამ მაინც როდესაც ავარია ან რამე ხდება, ყველა დაიფაროს, ხო, თქვენ იცით მე ძაღლი მიყვარს ყველაზე მეტად, ხო, ნუ რადასამალია ადამიანებზე მეტადაც კი ხანდახან
ამიტომ ეს უბრალოდ არ ხდება, როდესაც დიდი ტრავმა და დიდი ჯადო ხდება ოჯახში, ძაღლი ისრუტავს ამ ყველაფერს და ძაღლი ეწირება, ამიტომ ყველად არ ხდება ხოლმე ესე ვთქვათ სიკვდილი და ასე შემდეგ ძაღლისა. ეხლა მე მინდა გითხრათ, რითი უნდა შეშფოთდეთ და გაფრთხილებათ მიიღოთ, რა ნიშნები უნდა გქონდეთ, რა ნიშნები გაქვთ, როდესაც თქვენ გაქვთ ნეკრომაგია ან სხვადასხვა ჯადო. უყურეთ, აი ადამიანებს ხანდახან გონიათ, რომ ვიღაცა მისდევს. აი ესეთი შემთხვევა არ გქონიათ, ეხლა ბევრი ადამიანი ამას ვერ იძახის, რომ აი მან განსაკუთრებით საქართველოში, იმიტომ რომ შეიძლება დასცინონ, საქართველოში ყველას ყველაფერს დასცინიან და აბულინგებენ, ხო? ამიტომ შეიძლება იფიქროს, რომ აი ხა ამას გიჟი არ ვეგონო. ანუ ხშირად არის ესეთი შემთხვევები, კლიენტები, როდესაც ჩემთან მოდიან, ხო? ანუ ნეკრომაგია, საქვს ესეთი გამოვლინება. გონია, რომ უკან ვიღაც მოგდევს. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეს რო გაგრძელდეს დიდი ხანი და თქვენ არ მოიხსნათ, ჩათვალეთ, რომ მინი შიზოფრენია, ესე ვთქვათ, გაქვთ მეგობრებო, ესე ვთქვათ, აკიდებული, მინი შიზოფრენია. და ასევე მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე არის გაკეთებული ჯადო, ნეკრომაგია, თქვენ პლუს კიდე გგონიათ, რომ ყველა ადამიანი არის თქვენ წინააღმდეგ და ყველა ადამიანი თქვენ გიკეთებთ ჯადოს. აი ხო გაგიგეთ ესეთი რამე ძალიან ცოტა უცნაურია, ხო? მაგრამ აი თქვენ გგონიათ, რომ არა მარტო ერთმა ადამიანმა, არამედ ყველა ადამიანი თქვენ გიკეთებთ ჯადოს, ხო? ანუ და დახართ დაშინებული მუდმივად. ასევე შფოთვა, რომელიც არის აუხსნი, ანუ ვერ ხსნით, დილას რა გემართებათ, შუადღესაც რა გემართებათ, საღამოს რა გემართებათ, უძილობა. ყველა ჩემს კლიენტს, რომელსაც აქვს ან ნეკრომაგია, ან წმენდა სჭირდებოდა, ან რაიმე, ყველას აქვს უძილობა. აი ადამიანები, ქალბატონები, მამაკაცები გინდა, ვერ იძინებენ. ხედავენ ცუდ სიზმრებს, სიკვდილს, ასე შემდეგ. მე დიდად სიმართლე გითხრათ, სიზმრების არ მჯერა. იმიტომ რომ თუ ფიზიკის დონეზე განვიხილავთ, როდესაც ადამიანს დახურულია სივრცე და ფილტვები არ მუშაობს კარგად და ჟანგბადი არ მიეწოდება ტვინში, შეიძლება რომ ადამიანმა აერიოს რაღაცა და ნახოს, მაგრამ იცის როგორ არის, მაინც სადღაც ქვეცნობიერში რაც გიდევს, იმას ამოგიგდებს ალბათ და იმას ნახავს სიზმარს. თუმცა ხანდახან არის ხოლმე სიზმრები, რომლებიც მართლდება. თუმცა ამასაც ანუ როგორ არის იცით, აი 100%-ით მე რო ვთქვა, რომ აი მე ამას ვამტკიცებ, ესე არ ხდება, ეს იქნება ჩემი მხრიდან ძალიან სისულელე. იმიტომ რომ ამ ცხოვრებაში 100%-ით რაიმე დაამტკიცო, ეს არის სისულელე. ხვდებით? ამიტომ კი ბატონო, ვიტყვი რომ რაღაც არსებობს, მაგრამ მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ოღონდ როგორ სკეპტიკურად, იცით? 50-50-ზე. არ ვიცი ამას თუ სკეპტიკურად ქვია ბოლომდე, მაგრამ მაინც. როდესაც ასევე გეტყვით კიდევ ერთ ფაქტს, როდესაც ადამიანს აქვს ჯადო ახალი გაკეთებული, მოულოდნელი წარმატებულობა ეცემა. მაგალითად, მუშაობდა სასწავლო ადგილზე, ვაუ, გაანთავისუფლეს. ქონდა კარგი სამსახური, მოულოდნელად გაანთავისუფლეს 1, 2, 3, ანუ ადამიანს აი აღზევებიდან შეიძლება აღზევებულიც არ იყოს საშუალო ცხოვრების ადამიანი, ხო, რა შოშია. всё, მოულოდნელად წარმატებულობები აქვს აბსოლუტურად ყველგან. ესაც ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, მინიშნებაა, რომ თქვენ გაქვთ პრობლემები, გაქვთ ჯადო და ვისთან უნდა მიხვიდეთ, თუ არა ჩემთან. ასევე იცოდეთ, რომ ჯადო ბლოკავს ყველანაირ ენერგეტიკას, მეგობრებო. ეს იქნება წარმატება, ჯანმრთელობა, ურთიერთობები და ის პრობლემა, რაც თქვენ გაქვთ,
პატარა პრობლემა. აი, სიტყვაზე ვიზახი, რაღაცა პრობლემა გაქვთ პატარა ცხოვრებაში. სიტყვაზე, რაღაცა ღმერთმა დაიფაროს და ვიღაცას ტკივა თითი. აი ეს პრობლემა, იმ ხელა პრობლემად შეიძლება გადაექცეს, რომ ეს თითი გაუხდეს 5000 ჯერ საოპერაციო. აი ესეთ რაღაცებს თუ დაკვირვები ხართ. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ აბა ჯადოს ახლა შენო ახალს იძახი, რამეს ჯადოს რო აკეთებენ, ყველაფერზე უყურეთ. ვისაც აი ჯადოს ხო აკეთებენ მეგობრებო, ხო? მეც ვიცი ხალ გაკეთებაც შავის თეთრის ყველანაირი და ამიტომ პირდაპირ გეტყვით. ვისაც მაინუსი და ცოტა დაბალი ენერგეტიკა აქვს ცხოვრებაში, აი მაგალითად ურთიერთობის მხრივ. პირველი ურთიერთობაში დაარტყავს. ვისაც შემდეგ ჯანმრთელობაზე გაქვს, ხო, ცოტა კიდე მაინუსი, მერე ჯანმრთელობაზე. ანუ ყველა ვარიანტში დაგარტყავთ მეგობრებო, ჯანმრთელობაზეც, ფინანსებზეც, წარმატებულობაზეც, მაგრამ გააჩნია ჯერ რაზე. აი ხო დაგინახიათ ადამიანს გაუკეთეს ჯადო რაღაცა მისი ქმარი მოსწონდა ვიღაცას ძალიან საყვარელმა გაუკეთა ქმარი მოკვდა. ანუ დაენგრა ოჯახი, პირადი. შემდეგ ეს მდიდარი ადამიანი გადაიქცა გაჭირებულ ადამიანს, გაუჭირდა ბინა გაყიდა ის ანუ მერე დაენგრა ფინანსები. ფინანსები რო დაენგრა, რა თქმა უნდა ადამიანი ინერვიულებს დაენგრა ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა რო დაენგრა, ჯანმრთელობას ფინანსები სჭირდება, всё, წარმატება წავიდა ხელიდან. ანუ, როდესაც ადამიანი თქვენ ჯადოს გიკეთებთ, აი მაგალითად არ არის აუცილებელი რა, რომ მაგალითად ყველაფერზე გაგიკეთოს. როდესაც შაო მაგიას გიკეთებთ ადამიანი, ის ნეგატივი, აი უყურეთ ახლა, რო წარმოვიდგინოთ რა ესე, როგორც ოჯახში ვისაუბრებდით, ხო, ჩემ მეგობრებ, ნუ ჩემს ხალხად გთვლით მე თქვენ, ხო? ანუ წარმოვიდგინეთ ახლა, ტალღა რო დაარტყავს, სიტყვაზე ვიზახეთ, დიდი რაღაცა ტალღა ცუნამია და არტყავს ნაპირისკენ რაღაცა ქალაქს. ის ქალაქი ხო არ არჩევს, რომ ეხლა ამ შენობაზე დავარტყოთ რაღაც, ხო? ჯერ პირველი რასაც დაანგრევს ძალით, დაანგრევს, შემდეგ დაანგრევს ცოტა მომცრო შენობებს, მერე კიდე ცოტა მომცროს და ბოლოს ესე ნაკადულივით შეიძლება გავიდეს და ვიღაც სეზონში შეიძლება ერთ წვეთად შეგორდეს. მაგრამ მაინც შეგორდეს. ამიტომ გეტყვით, რომ როდესაც აი ამის გადმოცემა მინდა რომ როდესაც ჯადო კეთდება აუცილებელი არ არის რომ ყველაფერზე გაგიკეთოს ადამიანმა ის შავი ჯადო. გინდა თუ არ გინდა ეს ტალღა შენ დაგატყდება ყველა ვარიანტში. მაგრამ რომელზე პირველი დაგატყდება ეს უკვე შენზეა. რომელში უფრო პრობლემა გაქვს. ზოგი როგორი კეთდება იცით? კიდევ ახლა მე რა დასამალია იცით თქვენ მეც ვაკეთებ შავსაც და თეთრსაც და ყველანაირ ჯადოს, ამიტომ ახლა როგორ უნდა მოხსნა თუ არ იცი გაკეთება, ამიტომ ეგ სისწრულია. ამიტომ გეტყვით ესეთი. კეთდება ასეთი ჯადოც, რომ აი მაგალითად ხართ ძალიან ბედნიერი. აი ზოგი ხო არის მაგალითად შურის ძიების გამო გინდა რომ გააუბედროს. აი თუ ხარ ძალიან ბედნიერი რაღაცა საკითხში. აი მაგალითად რაღაცით ხარ ბედნიერი რომ შენ სიტყვაზე არ ვიცი რა გაქვს სახლში. აი მოდი ვთქვათ რომ კარგი ძვირფასი ვენახი გაქვს და საუკეთესო ყურძენი გაქვს და აი ამით ხარობ და აი ეს შურს შენ სტილს მეზობლებს, სანათესაოს, სამეგობროს პირველი ეს გაგიფუჭდება. ანუ უყურეთ, შეიძლება ვიღაცამ გაგიკეთოს კაცის გამო, მაგრამ შენ რომ ის საუკეთესო ვენახი გაქვს და ის გიყვარს, ის გაგიფუჭდება. აი ყველა ჯვარის წერია და აი როდესაც ჯადოს უკეთებენ ხოლმე გულით საყვარელი ადამიანები, ეს ნუ არ მინდა ეხლა ვთქვა და ნუ ოჯახის წევრები უკვდებათ. ზოგი ავარიაში, ზოგი რაღაცაში, ხო? ანუ, როდესაც ჯადოს აკეთებ, მაგალითად, შეიძლება ვიღაცის პაპას გაუკეთეს, მაგრამ ამ ადამიანს მე შვილიშვილს გულით საყვარელი ადამიანი მოუკვდა. ბევრი ხდება ესეთი, მეგობრებო, ჩვენ და სამწუხაროდ, გინდ, ეს არის ფაქტები უბრალოდ. ამიტომ ვიდახი, რომ სად გაისვრის ეს ენერგია, არავინ არ იცის. ამიტომ ყოველთვის ამ ენერგიას სჭირდება წმენდა, ყოველთვის ამ ენერგიას სჭირდება დაცვა და როგორ ეს იცით, ადამიანები აი როგორ გითხოთ ადამიანები კიდევაც ადრეს ვთქვი რომ სახლებს უყურებენ რომ აი სახლები როგორ გაარემონტონ მანქანებს უყურებენ მანქანა როგორ რაღაცა იქ შეცვალონ მანქანის ფერი თქვათ რაღაცა როგორ ჭაღი დაკიდონ და რაღაცა სასწავლო და თავისი ენერგეტიკა როგორ გაიწმინდონ როგორ დაიცვან როგორ აკონტროლონ ეს მთელი ცხოვრება
ამას არ აკვირდებიან ადამიანები, რაც ძალიან სამწუხაროა და ეს ასხავს კიდევაც მეგობრებო თქვენი მტრების წისქვილზე წყალს. მე მინდა პატარა წმენდის, ესე ვთქვათ, რიტუალი შემოგთავაზოთ. მანამდე გეტყვით, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ, არ დაგავიწყდეს გაზიარება, დალაიქება და გამოწერა ჩემი არხის. მოკლედ, მინდა რომ ძალიან პატარა, ესე ვთქვათ, ძალიან კარგ და ესეთ სასიამოვნო ლოცვას მე რა თქმა უნდა ჩუმად გავიმეორებ და რაღაცა დონეზე თუ დავეხმარები რომელიმე თქვენგანს მიყვარს მეგობრებო სულ ამებზე რომ სუფრებზე რომ ვასხავ თქვენ და ჩემს სამუშაო მაგიდაზე თქვენ არ გეგონოთ ხოლმე რომ ეს არის ან თქვათ რაღაცა დალაქიავებული არა სულ რომ ახალი თქვათ მქონდეს ჩემი სამუშაო მაგიდა ყველგან სანთლები ყველგან ჩემი ნამდვილი სამუშაო მაგიდა და ნამდვილი სამუშაო თახს რა თქმა უნდა აქ ვერ ვაჩვენებ იმიტომ რომ თქვენ იცით რომ YouTube დამბლოკავს მაგრამ მიყვარს რომ ყველაფერი არის ქაოსში და ჩემი მასალებით არის ესე ვთქვათ დალაქავებული და ну სამუშაო თახი ესეთი უნდა იყოს ამიტომ თქვენ ეს ამბავი არ გაგიკვირდებათ მოკლედ მე მინდა რომ დაჯდეთ დაწვეთ ვისაც როგორ გაგიხარდებათ თვალები დახუჭოთ და ეს იქნება რიტუალი რომელიც რაღაც დონეზე დაგეხმარებათ იმაში რომ გაიწმინდოთ თუ რაიმე პრობლემა გაქვთ მანამდე გეტყვით რომ ერთ რამეს რომ თუ რაიმე, როდესაც წმენდას გაიკეთებს, თუ რაიმე ძველმანები გაქვთ სახლში, ეს იქნება ტაფები, ბოთლები, ტანსაცმელი, გადასაყრელი ნივთები, ქვითრები, ყველაფერი გადაყარეთ და სახლიდან გაიტანეთ. ამას даже фэн-შუის ექსპერტები და არ ვიცი, ყველა ამას აცხადებს, ეს არ არის ახალი, ამით ან თავისუფლებთ ძველს და იზიდავთ ახალს მეგობრებო. დაჯექით, დამშვიდით, დაწყნარდით, თვალები დახუჭეთ და მე გავანადგურებ 6 წერტილს წარმოიდგინეთ თქვენს ხელში, სადაც ყველაზე მეტად დაგარტყეს და გაგიკეთეს ჯადო. მაშა სადამე. დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, რომ ტვინზე, სადაც თქვენზე მოქმედებენ, როდესაც თქვენ ან თქვენი საყვარელი ადამიანი ხდება აგრესიული, ეს წერტილი იშლება და თქვენ ხართ სრულიად თავისუფალი. ყველანაირი ბინძური ცუდი აზრისაგან, თვითმკვლელობებისაგან, დეპრესიისაგან, უძილობისაგან და იყოს ასე, ამინ. გადავიდეთ ყელზე, სადაც თქვენ გაქვთ ბევრი ბოღმა, ნერვიულობისაგან, ემოციებისაგან ადამიანებს ზოგს უჩნდება ყელის პრობლემები. ჩვენ ხსნით ამ წერტილებს და ამ შავ წერტილებს ვანადგურებთ. და იყოს ასე. გადავიდეთ გულზე, ვისაც აქვს გულის პრობლემები, შფოთვები, გულის აფრიალება, ამ ადგილებში ჩვენ ამ შავ წერტილებს ვანადგურებთ. და იყოს ასე. ამინ. გადავიდეთ მუცელში. როდესაც ადამიანს ნერვულობის ფონზე ექმნება კუჭზე პრობლემები, ჩვენ ამ შავ წერტილს ვანადგურებთ რას თქვენშია. და იყოს ასე. ამინ. საშვილოსნო, მამაკაცის შემთხვევაში მათი ორგანოები.
როდესაც შავი ჯადო ან ნეკრომაგია მოქმედებს უშვილობაზე, საშვილოსნოს პრობლემებზე, მამაკაცის შემთხვევებში იმპოტენციაზე. თუ რამე გაქვთ ამ ადგილებში, შავი წერტილი ვანადგურებთ და ხსნით მას, დაიყოს ასე. ამინ. ფეხები, რომლებიც დამოკიდებულია ჩვენ სიარულზე. ფეხებია ჩვენი მამოძრავებელი ძალა. ყველა სიმძიმე გადადის ფეხებში, როდესაც ადამიანს აქვს ჯადო. ყველა შავი წერტილი, რომელიც ფეხების პრობლემას იწვევს, დაეგანადგურდეს. დაიყოს ასე. ამინ. 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 ვიდეოში შეგიძლიათ უყუროთ დღეში დილას და საღამოს ძილის წინ რამდენიმეჯერ 16 დღის განმავლობაში, ვისაც მძიმე მაგია გაქვთ, შეგიძლიათ უყუროთ 21-26 დღის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ მეგობრებო ჩემი გვერდის გამოწერა და ლაიქება და კომენტარება, გაზიარება. დიდი მადლობა ყველას თქვენ რომ მე მისმენთ. ჩემთან კონსულტაციას ჩასაწერად ნომერზე ჩაეწერეთ 718 506 28 მხოლოდ WhatsApp-ზე. გამოგეგზავნებათ რობოტის მიერ მესიჯი. გადაიხდით ქვითრით და მას შემდეგ გაგესაუბრებით მე. იმიტომ რომ მე ვმუშაობ ყველანაირ მაგიაზე, რაც კი რამე არსებობს, ეს იქნება თეთრი, თუ ეს იქნება შავი, ამიტომ თქვენ არ გჭირდებათ კითხვა, მაგალითად მამაკაცთან მას გამიკეთებ, ამას გამიკეთებ, არა. დიახ, ყველაფერს გაგიკეთებთ, იმიტომ რომ თუ მაგი ხარ, ქვია მაგი, არ არსებობს მაგი აკეთებდეს მარტო თეთრ საქმეს. ეს არის ტყუილი და ადამიანის კარგად წამორჩინება. მე არ ვარ ანგელოზი მეგობრებო, მე ვმუშაობ ადამიანებზე და ვასრულებ მათ სურვილებს. გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ ბედნიერებას, მადლობთ.